ეს არ არის ერთი შემთხვევა. ერთ დღეს მომხდარი ერთი დაპირისპირება. ან ერთი კარი, რომელიც სასამართლო პროცესზე დამსწრეებისთვის ძალის გამოყენებით დაიხურა. გახმაურებული საქმეების სასამართლო პროცესებს თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზებში, დერეფნებსა და ეზოში. ბოლო პერიოდია მუდმივად თან ახლავს ძალადობა, ცემა და ღირსების შემლახავი მოპყრობა. მანდატური სამსახურის წარმომადგენლები ახალ გაზებზე ფიზიკურად ძალადობენ. ვინ მართავს ამ ქაოსს? ვინ იძლევა მითითებას, რომ სასამართლოში მისულ ადამიანებს ასე მოექცნენ? უკიდურესად არის დაძაბული. შაბათის ეთერი რამდენიმე კვირის განმავლობაში ამ პროცესებს აკვირდებოდა და თან იკვლევდა, ვინ დგას ამ ბრძანებების უკან. ხედავთ, რომ მამაკაცი არის სუდად სტუდენტი. გაიცემთ, ეს 46 წლის დავით მატიაშვილია, მანდატურის სამსახურის უფროსი. სწორედ მისი ბრძანების შემდეგ ვხედავთ სასამართლოში ძალადობრივი ინციდენტების მთელ სერიას. ეს ქალი შვილმოყრული დედაა. მისი ვაჟის სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტები სპეცრაზმელები არიან. სასამართლოს ეზოში ეს ადამიანები პოლიციელების და მანდატურების დევნის ობიექტები აღმოჩნდნენ. ეზოშიც ყველაფერს მანდატურის უფროსი დავით მატიაშვილი აკონტროლებს. დარბაზიდან ხო გამოყარე. დერეფნიდან გამოყარე. ეზოშიც არ შეგვიძლია დგომა. სასამართლოში მატიაშვილი წყვეტს, ვინ უნდა შეუშვან პროცესზე და ვინ არა. ხშირად მისი გადაწყვეტილებით პატიმრების ოჯახის წევრები სხდომაზე ვერ ხვდებიან. არ ეძლევა ჩანსი, რომ უკანონოდ გამომწყდეული შვილები, ძმები და მამები სასამართლოში მაინც ნახონ. ის საფუძველზე არის. შეშალ გამოაჩერეთ კანცელარიას არ მაინტერესებს. შენ შეგიძლია? შენ შეგიძლია? ვინ ხარ? უნდა უთხრა კანცელარიას ვინ არის? ვინ არის შენ? გასწრაფ არ მეუბნები. ჩემით გამოვიდა, ჩემით შევა, რატო რა განვიმარტე? ზოგიერთ შემთხვევაში მანდატურები დგანან სასამართლოს ჭიშკართან და დილიდან იციან, რამდენი ადამიანი უნდა შეუშვან დარბაზში. ასე მოხდა ზურე ჯაფარიძის პროცესიც. მოვლენების ეპიცენტრში ამ შემთხვევაშიც მანდატურების სამსახურის უფროსი დავით მატიაშვილი იყო. შემოუშვით რა. ორ ადამიანზე ვქლაპარაკე, ერთი აგერ არის გოგა. მაშინ სხვა გამოვიდეს. ვის სხვა დარბაზი რა შუაშია დერეფანში ვინ და ვინ აკძალა დგომა კაცო. ჩემი თანაშემწეა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებთან საუბრით ჩვენ ვარკვევთ, რომ დავით მატიაშვილის სისტემაში ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს მევიდა, როცა სასამართლოს ადმინისტრაციის უფროსის პოსტს ახლა უკვე ქართული ოცნების რიგებში გადასული ვანო ზარდიაშვილი იკავებდა. მოქალაქეების მიერ ძალადობაში მხილებულ მანდატურის სამსახურის უფროსთან ცდილობთ იმის დადგენას, ვისი გავლენით მოხვდა ჯერ სისტემაში და შემდეგ პოსტზე. ვანო ზარდიაშვილმა დაგასაქმათ მანდატურას. თქვენ დაბადებული არ იყავით მე რო სახელმწიფოს ვემსახურებოდი. ხო და პოლიციელი იყავით? ყოფილი რა პოლიციელი. შენი საქმეა? მანდატურის სამსახურის უფროსი წესით მითითებას სასამართლოს თავმჯდომარისგან უნდა იღებდეს. ეს მოიცავს სასამართლოს ეზოს ჩაკეტვას, ჟურნალისტებისთვის შეზღუდვების დაწესებას და მოქალაქეების პროცესებზე არ დაშვებასაც. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ვასილ შვენიერაძეა. თუმცა შაბათის ეთერს პირად საუბრებში უყვებიან, რომ პროცესებს სინამდვილეში სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნოს უფროსი ლელა ჭანია მართავს. ქალი, რომელიც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ლევან მურუსიძესთან, სასამართლოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურასთან. დოკუმენტი მაჩვენეთ, რომ გაქვთ უფლება ხალხს მანდატურის სამსახურს ხელი არ შეუშალოთ მინდა რომ ეხა მუშაობაში. კადრი გაჩვენოთ, როგორ ძალადობთ ადამიანზე. რა ძალიან ხო. თქვენ ხართ დათოს მოადგილე, ხო? არა, ჩვეულებრივი მანდატური. ჩვეულებრივი მანდატური ხართ, ჩვეულებრივო მანდატურო ქალებზე რატომ ძალადობთ? არაერთი ვიდეო არსებობს, როცა ძალის გამოყენებით ადამიანები გაყავთ დარბაზიდან. ჩვეულებრივო მანდატუროა, იქნებ ამ კითხვაზე მიპასუხოთ.
მატიაშვილის მოადგილეებიც, რიგითი მანდატურებიც ხშირად მონაწილეობენ ძალადობაში. შაბათის ეთერი სასამართლოში დაესაუბრა დაზარალებულებს, რომლებიც სწორედ მატიაშვილს ადანაშაულებენ ძალადობის ორგანიზებაში. მე დამარტყა მარცხენა მხარეს, ოღონდ არც ველოდი. აპრიალად რუშასავი. ისეთ შეურაცხყოფილი ვიყავი. მხოლოდ დათო აკეთებს ამას მანდატურების უფროს თუ სხვაებიც არიან ჩართული სხვაებიც, მაგრამ ეს არის გამორჩეული. ინციდენტი, რომელზეც ნიკა კაციას დედა საუბრობს 16 მაისს მოხდა. მანდატური მარინა აბძიაუს ხელით შეეხო, ხოლო მისი შვილი კედელს მიანარცხა. ჩემ შემთხვევაში მაგალითად აი კადრებში კარგად ჩანს უბრალოდ რომ ადამიანებს გავყავარ, ესე ზურგით გავარ, როცა შეუძლიათ რომ დერეფანში გაგიყვან და მიზან მიმართულად მაჯახებენ ბანერს თუ კედელს ახლოს რაც არის და უშუალოდ კარებშიც ხო ერთი გასასვლელი კარებია და დავით მარტიაშვილი აი კადრებში ნათლად ჩანს ეგ როგორც ცდილობს რომ თავი დავეჯახო იმ ადგილს სადაც კარები არ იღება. ანუ ეგ არ არის რომ შენობიდან დატოვების მცდელობა იყო და აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში ეგრე იქცევენ, იმიტომ რომ ვიცით რომ ერთ ადამიანს ხელი აქვს ნაღრძობი, მეორეს ტვინის შერყევა ჰქონდა, მესამე ძალუჯებები ჰქონდა. ეხლა ბოლო შემთხვევაც იყო კიდე იასი გაბუნიასი მაგალითად დღემდე რო ეთყობა ძალუჯებები და მასაც ტვინის შერყევა აქვს. მანდატურების უფროსი არის ის ადამიანი, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა. არაერთი კადრი აქვს საზოგადოებასაც ნანახი, როგორ ძალადობს განსაკუთრებით ქალებზე. სინდისის პატიმრის და ქეთუნა ქერაშვილი სასამართლოს კიბიდან დააგორეს. ის ქალების ცემის ფაქტებს და ღირსების შემლახავ მოპყრობას სასამართლოში პრაქტიკულად ყოველდღე ხედავს. ანტოს მანდატურების უფროსმა მარცხენა ხელში მომკიდა და ძალიან მომიფრიალა ფაქტი, რომ ხა ჩემი აღნაგობიდან გამომდინარე, თავი ვერ შევიკავე და ჩამოვგორდი რამოდენიმე კიბით ჩამოსასვლელთან და აღარ ვიცი, არ მახსოვს, მე მითხრა რომ ელენე მითხრა, სხუტარიძების დედა მითხრა რომ მე დაგიჭირეო რომ უბრალოდ თავი არ დაარტყიო იქო. დავით მატიაშვილი, მანდატურის სამსახურის უფროსი, რომლის წინააღმდეგაც სატელევიზიო ჩვენებას არაერთი პირი იძლევა, ამტკიცებს, რომ მისი აგრესია წყევლითაა გამოწვეული. თუმცა სისხლის სამართლის კოდექსში არ იძებნება მუხლი, რომელიც დაადგენს, რომ წყევლა კრიმინალური ქმედებაა. არაერთი კადრი არსებობს, სადაც თქვენს მიერ ჩადენილი დანაშაული ჩანს. თქვენ იმ კადრებს რატო არ აშუქებთ? რომელ კადრებს? რომელ კადრებზეც მანდატურის სამსახურზე იხლეთ ადამიანები? მანდატურის სამსახურზე არის ძალადობა, მანდატურის სამსახურზე არის წყევლა, მანდატურის სამსახურზე არის გინება. ერთ-ერთი ყოფილი მოსამართლე, რომელმაც სისტემა კარგად იცის, გვიყვება, რომ დავით მატიაშვილი სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსის პოსტზე სასამართლოს კლანის შეფთან, ლევან მურუსიძესთან თანაცხოვრებაში მყოფი ქალის, ლელა ჭანიას ჩართულობით დანიშნეს. ჭანია ირკვევა, რომ მატიაშვილს ენდობა. სამოქალაქო აქტივისტებს აქვთ ეჭვი, რომ სწორედ ამ განუსაზღვრელი ძალაუფლების დამსახურებაა, რომ მატიაშვილი შვილის თანატოლებზე ფიზიკური ძალადობის ბრძანებას გასცემს. ეს დაზიანება არის ბოლო პროცესის, ჯაფარას პროცესზე რომ მოხდა აქ. ეს ყველაფერი მოხდა ერთი კვირის წინ, თუმცა ხედავთ, რომ კიდე აღმენიშნება დაზიანება. ამ ინციდენტამდე 22 წლის მარიამ შუშანიას ხელის ფიქსატორში ჩასმაც კი მოუწია, რადგან სასამართლოს მანდატურებმა სამოქალაქო აქტივისტი შენობიდან ძალის გამოყენებით გამოაგდეს. ზუსტად მახსოვს ჩემზე პირადად 4 მანდატური მოდიოდა, თუმცა ეს მანდატურები მინდა საზოგადოებამ აღიქვას ფიზიკურად, რომ ჩემზე ძალიან ბევრად დიდები არიან. მე 47 კილო ვარ და 47 კილოს უპირისპირდება 4 მანდატური. თუმცა ჩემი ამბავი ყველაზე მცირედია, ჩემთვის ბევრად უფრო სენსიტიური არის, როგორი იქცევიან აქ პატიმრის ოჯახის წევრებს, აქ მათე დევიძის დასაც გაუსწორდნენ ფიზიკურად. უსამართლობა, ყველანაირად უსამართლობა. კამათი მანდატურებთან როგორც წესი დარბაზის შეცვლის გამო იწყება. სინდისის პატიმრების მხარდამჭერებს სურთ, უკანონო სასამართლოს პირისპირ მყოფებს, არაფრის გამო დაკავებულებს სოლიდარობა აღწნობინონ, მაგრამ მოსამართლეები მიზან მიმართულად სხდომებს მცირე დარბაზებში ატარებენ. 15 დღის განმავლობაში ფიქსატორში მქონდა ხელი ჩასმული და განცხადებაც დავწერეთ და საქმე წესით უნდა აღზრულიყო სისხლის სამართლის საქმეზე, იქიდან გამომდინარე რომ ძალადობას ჰქონდა ადგილი. რა თქმა უნდა, ამ დრომდე უკვე თვეზე მეტი გავიდა და არავინ არ დამკავშირებია. ბრალდებებზე პასუხი დავით მატიაშვილს არ უნდა. ჩვენ რამდენჯერმე ვცადეთ მისთვის თავის მართლების საშუალება მიგვეცა. ეპასუხა იმ ადამიანებისთვის, ვინც ღიად, საჯაროდ ამხილა ძალადობაში.
მეც დაზიანებები მაქვს დალურჯებული ვარ. ვინდა ჩხმიტა ზურა ეს გადაიყვანეთ რა სასწრაფო. ეს გადაიყვანეთ, თან იქით გადავძან. იქით გადავძან. ვინ არის ხალხი? მანდატურის სამსახურში, ვინც უპრეცედენტო ძალადობას აწყობს სასამართლოში, ვინც არინდობს ახალგაზრდა ქალებს და დედებს. წყარო, სასამართლო და გვიყვება, რომ მანდატურების ფორმას სუსის თანამშრომლებიც ატარებენ. ჯგუფიდან მინიმუმ 1 სუსის კადრია. სასამართლო სისტემა ალბათ ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში დღეს არის ყველაზე მეტად დახურული და ყველაზე მეტად კონტროლირებადი. ამ კონტროლში მე გულისხმობ სუსის მიერ კონტროლს. უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიცე, რომელიც სისტემიდან ზეწოლის, შანტაჟის და მუქარის გამო წამოვიდა, გვიყვება, რომ ძალოვან უწყებებს, მათ შორის სუს, მოსამართლის თანაშემწეებადაც გიყავს შეგზავნილი კადრები. დღეს არის უპრეცედენტო კონტროლი მოსამართლის აზრის, მოსამართლის კომუნიკაციის, მოსამართლის პირადი ცხოვრების, გადაწყვეტილების მიღების, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მოსამართლემ. მაგალითად, ჩემი შემთხვევა რო გავიხსენო, ოთახში როდესაც ვფიქრობდი საქმეზე და ჩემს პოზიციას ჩემ კოლეგებთან ერთად ვაჟღერებდი, იმ დღესვე თუ არა მეორე დღესვე თავმჯდომარე მიცოდა რა პოზიცია მქონდა. ეს პოზიცია არ მხოლოდ სასამართლოს თავმჯდომარე მიცოდა, თვითონ სისტემის გარეთაც იყო გასული ძალოვან უწყებებშიც კი. და იყო შემთხვევები, როდესაც მაგალითად ძალოვან უწყების წარმომადგენელი შემხედრია და რატო ფიქრობ ამ საქმესთან დაკავშირებით ესეო. საკმარისად ყავს სასამართლო სისტემაში შეშვებული ძალოვან უწყებებს ის თანამშრომლები, მათ შორის გულისხმობ თანაშემწე სხდომის მდივანი, რომელსაც შეიძლება გამოიტანოს ინფორმაცია იმ მოსამართლე რას ფიქრობს. პოლიცია აქ ამ შენობაში ყოველდღიურად უყურებს მანდატურების ძალადობას, მაგრამ არ რეაგირებს. რაც აჩენს ეჭვს, რომ ეს კოორდინირებული ქმედებაა. სისტემის ყველა რგოლმა იცის, როგორ უნდა შეუწყონ ხელი მანდატურებს ძალადობაში. მე რომ ვინმე ვცემო დამიჭერ. და ეს ბატონი მანდატურების უფროსი სცემს ამ შენობაში ხალხს და იმას რატო არ იჭერს? დაზარალებულები ყვებიან, რომ მანდატურის სამსახურის უფროსი ქაოსის მოსაწყობად აპრობირებულ ხერხს იყენებს, პროვოკაციას აწყობს. მაგალითად, დერეფანში პროცესის მოლოდინში მყოფ სინდისის პატიმრის ოჯახის წევრებს აგინებს და ქალებს უშვერი სიტყვებით მიმართავს. შენობაში ხდება ხოლმე ესეთი რაღაც. პროცესებს როცა ვესწრებით, რატომღაც მანდატურის უფროსი თვითონ მოდის და ამ დროს რაღაც პროვოკაციას იწყებს. თუნდაც პირველ რიგში ძალადობს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ქალებს. რის შემდეგაც აი მაქამდე დარეკილე პოლიციასთან აუცილებლად და აუცილებლად გარეთ ეზოში ბევრი პოლიცია გვხვდება. კანონი ამბობს, რომ ჟურნალისტებს უფლება აქვთ გადაიღონ სასამართლოს დერეფნებშიც და ეზოშიც, თუმცა ეს უფლება უკვე სამჯერ ბოლო 1 თვის განმავლობაში მედიას წაართვეს. ვისი ბრძანებით პასუხი არ ვიცით. აი აქედან რომ გადავიღო სანქცირებული მოსამართლე არ მაქვს უფლება? საწერია ბა ეგ მაჩვენეთ, რომ ფოიეში გადაღების უფლება არ მაქვს. ბატონო, მანდატურების სამსახურის უფროსი პარალელურად თვალთვალშია შემჩნეული. მაგალითად, თუ მედია ინტერვიუს წერს, ამასაც დავით მატიაშვილი აკონტროლებს. შიდა მონიტორინგის სამსახური გააქვთ? ან ქცევის წესები არსებობს სასამართლოში? შეგიძლიათ მაჩვენოთ ეს ქცევის წესები? სადაც წავიკითხავ, რისი უფლება გაქვთ და რისი არა? მოქალაქეებს, ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს ფიზიკურად რატომ უსწორდებით? ვინ გაძლევთ ამის უფლებას? მოსამართლე გაძლევთ ამის უფლებას თუ ბატონი დათო თქვენი შეფი? წესრიგს ვიცავთ სასამართლოში. კადრები სულ სხვა რამეზე მეტყოლებს. არა, კადრები არ ვიცი რაზე მეტყოლებს, მაგრამ ვინც ძალადობთ ადამიანებს? ვინ წესრიგს დაარღვევს, რა თქმა უნდა, ფიზიკური ძალის გამოყენებით ვატოვებინებ ჩვენებს. წესრიგს ვარ ვიცი, რა თქმა უნდა, ვატოვებინებ. რიგითი მანდატური ინტერვიუს გვაძლევდა, როცა დავით მატიაშვილს შეატყობინეს, რომ შაბათის ეთერი მუშაობს მანდატურების მხრიდან გამოვლენილ ძალადობაზე. მანდატურების უფროსი ბრძანებას გასცემს. ინტერვიუ
უნდა შეწყდეს. სასახურში კომენტარებს არ ვაკეთებ რა მანდატურები რა. გესმით? არ უნდა რა ეს ზეუნა და ხელშეუხიშილია დღეს მუშაობაში. ასეთი ქაოსი ამ სასამართლოს კედლებს არ ახსოვს. ნაცემი მოქალაქეები და ღირსების შემლახავი მოპყრობა აქ უკვე წესადაა აქცეული. ჩვენ დავინტერესდით, რას ფიქრობენ თავად მოსამართლეები, როცა სასამართლოს დერეფნები ტატამს დაემსგავსა. მანდატურები რომ მოქალაქეებზე ძალადობენ, ამას ხედავთ ხოლმე? რეაგირებას რატომ არ ახდენთ ასეთ ფაქტებზე? მანდატურებს მოქალაქეებზე ძალადობის უფლებას თქვენ აძლევთ ხოლმე მოსამართლეები თუ თავად იღებენ ამ გადაწყვეტილებებს? ამ შენობაში აი ეს ბატონები ადამიანებზე ძალადობენ, თქვენ გასცემთ ამ ბრძანებებს მოსამართლეები? ხმას რატომ არ იღებთ ადამიანებზე, როდესაც ძალადობენ? დარბაზში, დარბაზის გარეთ, ეზოში. ვინ აკონტროლებს მანდატურების ქცევას? არსებობს თუ არა შიდა შემოწმების მექანიზმი? რამდენჯერ მოხდა დისციპლინური რეაგირება თუნდაც ბოლო 1 წელში? ამ შეკითხვებით ჩაბათის ეთერმა სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს მიმართა, მაგრამ პასუხები ვერ მიიღო. ვის შეიძლება გავესაუბრო ამ თემაზე? ახორციელებს თავის უფლება-მოსილებას. მანდატურის უფროსი საჯარო მოსამსახურეა. მას თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სასამართლოს თავმჯდომარე. თუ 46 წლის მატიაშვილს ძალადობის გამო სამსახურიდან არ გაუშვებენ, ამ პოსტზე კიდევ 4 წელი დარჩება.